გამარჯობა მეგობრებო, ტრადიციულად ინტეგრას პოდკასტიდან მოგესალმებით. ნიაძერია გახლავართ, კლინიკური ფსიქოლოგი და ინტეგრას ფსიქოთერაპევტი. დღეს უნდა წარგიდგინოთ იოანე დარბოაშვილი, ასევე კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. პირველ რიგში მადლობა ივა მოსვლისთვის. და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემი აზრით უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ მოსვლისთვის. დღეს ჩვენ დავისაუბროთ თანამედროვე სამყაროში ადამიანზე. და კონკრეტულად სპეციფიკური მიმართულება აქვს ამ საკითხს. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, როგორც თანამედროვე სამყაროს უკვე პრინციპში განუყოფელი ნაწილი, ჩემი აზრით. რაც ძალიან მოსახერხებელია, ძალიან კომფორტულია, ყველას გვადგება და უნდა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ყველა ვიყენებთ, ბუნებრივია. მაგრამ დღეს მინდა რომ ცოტა სხვა კუთხით ვისაუბროთ ამ საკითხზე, რაზეც ჯერჯერობით მაინც მწირია ინფორმაცია და ცოტა საუბრობენ. ეს არის საზიანო ნაწილი ხელოვნური ინტელექტისა. იმ მიმართულებით, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ადამიანს და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს განვიხილოთ ფსიქოთერაპიულ კონტექსტში, როგორც პრაქტიკოსმა, ფსიქოთერაპევტებმა. პირველ რიგში ამით დავიწყოთ, შენ როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი და რატომ გჭირდება ეს? მოგესალმები, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიე. ნამდვილად გეთანხმები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და სხვადასხვა მსოფლიოში წამყვანი ქვეყნებიც და უნივერსიტეტებიც, ვინც ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს, დაინტერესებული არის ამ საკითხით. მე ვფიქრობ, რომ ყველა პროგრესს, რაც კი ხდება მით უმეტეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულს, აქვს რა თქმა უნდა დადებითი მხარე და შეუძლებელია, რომ ეს დადებითი მხარე ხელოვნური ინტელექტის არ დავინახოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას უფრო მარტივს ხდის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რომ დავავიწროთ და ფსიქოთერაპიის, მენტალური ჯანმრთელობის კუთხით ვისაუბროთ და დავინახოთ ის გამოწვევები, რაც შეიძლება მენტალური ჯანმრთელობისთვის იყოს საფრთხის შემცველი ან მომტანი. პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თანამედროვე სამყაროში, რაც ძალიან აქტიურად დაკვირვებადი არის, ალბათ არის ის, რომ შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება შეხვდე საკუთარ ნაკლს. იმიტომ რომ თითქოს გარემო მუდმივად და მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც იმას გთავაზობს, რომ ყველაფერი გააკეთო იდეალურად, ძალიან მოკლე დროში, რაც თავის მხრივ ადამიანში რაღაც გარკვეული ტიპის და ცხოვრების სტილში ბევრ ცვლილებას იწვევს. მაგალითად, დღესდღეობით ძალიან აქტიურად საუბრობენ რამხელა პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ განვითარებული გარკვეული კოგნიტური უნარები, რაც მნიშვნელოვანია შემდგომ მაღალი აკადემიური სწავლებისთვის, რომ აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ დავლებები შეასრულონ ან გარკვეული ტექსტები შექმნან და გენერირება გააკეთონ. სადაც თითქოს სუბიექტი საერთოდ აღარ მონაწილეობს, გამოიყენოს თავისი ფანტაზია ან აღმასრულებელი ფუნქციები, ყურადღება, სელექცია, ინფორმაციის გენერირება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეს ალბათ არის ზიანის მომტანი ბავშვებისთვის, ვისთანაც ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული ეს ფუნქციები. თუმცა, როდესაც ეს ფუნქციები უკვე ადამიანთან არსებობს და იცის, როგორ უნდა მისცეს სწორი დავალება, მაგალითად აკადემიური განათლების კუთხით, თავისთავად ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოც კი შეიძლება იყოს გარკვეული დროის დაზოგვის თვალსაზრისით. თვითონ თერაპიაში პაციენტები, მე პაციენტით მოვიხსენიებ, არსებობს ბევრი ასე ვთქვათ ტერმინი, ზოგიერთი გულისხმობს იყენებს ტერმინ კლიენტს, მე პაციენტს გამოვიყენებ. ხშირად მოდიან არასწორი მოლოდინებით, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიული საერთოდ პროცესი, განსაკუთრებით ის თერაპევტები, ვინც ფსიქოდინამიკური თეორიის ჩარჩოში მუშაობს, ფსიქოანალიტიკური მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში აწყდებიან ერთგვარ პრობლემას და დაბრკოლებას, რაც არის
ადამიანები, რომლებიც მოდიან იმ შეგრძნებით, რომ შენ უნდა გასცე ყველაფერზე პასუხი. თითქოს ყველა შეკითხვაზე პასუხი შენ გაქვს და სწორედ ასე ცდილობს, რომ პასიურ მდგომარეობაში დარჩეს მუდმივად აი თერაპიულ პროცესში. თუმცა ანალიტიკური გაგებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პიროვნებამ თავად იპოვოს საკუთარი ენა იმისთვის, რომ თქვას რა სურს, რა უნდა, რა აწუხებს და როგორ გადაჭრას დავუშვათ ესა თუ ის ცხოვრებისეული პრობლემა. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მიმართული არის ტექსტების გენერირებაზე, მაგალითად ChatGPT, ხშირ შემთხვევაში გვთავაზობს პირდაპირ გარკვეულ გზებს, მზაპასუხებს, რაც შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში სულაც არ იყოს ცუდი, მაგრამ ეს არ არის ფსიქოთერაპიული პროცესი. და მაგალითად გაჩნდა კიდევაც დღესდღეობით ტერმინი ხელოვნური ინტელექტისგან შეიძლება არა გამოწვეული, მაგრამ გამწვავებული ფსიქოზური მდგომარეობები და ამაზე აქტიურად წერენ ის სპეციალისტები, ვინც კლინიკურ გარემოში მუშაობს. ხო, გულწრფელად შემიძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება იმ თვალსაზრისით, რომ მეც გამომიყენებია მსგავსი კუთხით, მაგალითად სიზმარი მიმიწერია ChatGPT-ისთვის და რაღაც თავის ინტერპრეტაცია მომცა და განცდები რო გავაზიარო, ამ შემთხვევაში როგორც პაციენტმა ისე რო ვისაუბრო რაღაცა გავოზიარე, რაღაც სივრცეში გავაზიარე ჩემი სიზმარი, რომელიც ჩემთვის იყო ბუნდოვანი. ისეთი დეტალიზებული ახსნა ინტერპრეტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ჩემზე მორგებული გულისხმობ რას განცდა მქონდა ისეთი აღფრთოვანების, იმიტომ რომ აი თითქოს მე ვიპოვე ჩემი თავი და რა სწორად მიმიხვდა და ღმერთო ჩემო, მაგრამ სინამდვილეში მე რომ დავფიქრდი თავიდან ბოლომდე და ეს მე მგონი ცნობილი ფაქტიც არის, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციები თავიდან ბოლომდე აწყობილი იმაზე, რომ შენთვის სასურველი პასუხები გაქცეს, რაც მოგვრის სიამოვნების განცდას და ეს იქნება რაღაცნაირად აღსაყრთოვანებელი და სასიამოვნო პროცესი, სადაც იტყვი რომ მე კარგი გოგო ვარ, კარგი ადამიანი ვარ და რა კარგია რომ მე ეს დამიდასტურა და ასე შემდეგ. თუმცა ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი ფსიქოთერაპევტი, ძირითადად ინგლისის მაგალითები წავიკითხე, რომ ვამზადებდით ამ ჩაწერას, ძალიან ბევრი ფსიქოთერაპევტი საუბრობს რაზე, რომ მაგალითად თერაპიულ პროცესში თერაპევტი გარკვეულ უკავშირს უბრუნებს პაციენტს, რაც არის არც თუ ისე სასიამოვნო რბილად რომ ვთქვათ. პაციენტისთვის არ არის მაინც და მაინც მისაღები, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩვენ როგორც თერაპევტებმა ვისაუბროთ, ვთქვათ, რომ შეიძლება იხებოდეს გარკვეულ მტკივნეულ წერტილს, რომელთან შეხვედრაც მაინც და მაინც მას არ უნდა და შენახსენე კიდეც, რომ საკუთარ ნაკლთან შეხვედრის შესაძლებლობა უფრო და უფრო იკლებს, ხო, ასეთ პირობებში. და ზუსტად თერაპიულ პროცესში ის ხვდება აი ამ რაღაცა უსიამოვნო წერტილს და თერაპევტები ამბობენ, რომ მე ეს ადამიანები მიდიან ხელოვნურ ინტელექტთან ამოწმებენ თერაპევტის ამ უკავშირს, ბრუნდებიან ამ მონაწერით და ეუბნებიან, რომ იცი რა, შენ შეცდი. მე ამან მითხრა, რომ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად არის, ვიდრე შენ ეს წარმოიდგინე და შენ არ ხარ მართალი. აი ეს რაღაც ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერი, ტექნოლოგია უფრო მართალია, მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის უფრო სასიამოვნო და მისაღებია ის, რასაც ChatGPT ეუბნება, ვიდრე ის, რასაც თერაპევტი ამბობს. ძალიან საინტერესო რაღაც თქვი და ზუსტად ასე არის. სინამდვილეში აი რეალური ურთიერთობები, ინტიმური ურთიერთობები ადამიანებთან, ღრმა ინტერპერსონალური კავშირები ყოველთვის არის ზუსტად ასეთი კონფლიქტური. ხშირ შემთხვევაში რაღაც კონფლიქტი წარმოიქმნება. მათ შორის ხო, ხშირად ხდება ის, რომ ერთი პიროვნება მეორე პიროვნებას ამოწმებს. რაღაცნაირად მუდმივად მის მონიტორინგში არის და შეიძლება განხეთქილების და კონფლიქტის მიზეზიც გახდეს ნებისმიერი სახის ურთიერთობაში.
ძალიან ადამიანური ქცევა არის რეალურად და რატომ არის საინტერესო და რა კავშირი აქვს ფსიქოთერაპიასთან. სწორედაც აი ამგვარი ქცევა პაციენტის მხრიდან, როდესაც ის მიდის გამოწმებს ან ღია კონფლიქტში შემოდის, უკვე საუბრობს იმაზე, რომ მას აქვს საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი შენთან ურთიერთობაში, რაც ვერ მოხდება ვერასოდეს ChatGPT-თან ან ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტთან დღესდღეობით. რატომ? იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის სიტყვა და ტექსტი არავისი არ არის. ანუ სუბიექტი არ ამბობს, პიროვნება არ ამბობს, ვერ მოსთხოვ, ვერ შეხვალ ძალიან ღრმა დაპირისპირებაში. მაგრამ ოდესაც შენ წინ ზის თერაპევტი და რაღაც უკავშირს გაძლევს ან შეიძლება საერთოდ არ იყოს უკავშირი და სხეულის რაიმე მოძრაობა იყოს, გაღიმება თავის დახრა და ეს შენში იწვევს უნდობლობას ან ერთგვარი დაპირისპირების სრულის აღძრავს, აღმოჩნდება ანალიზის პროცესში, ხანგრძლივი თერაპიის პროცესში, რომ ის სინამდვილეში ვიღაცას გულისხმობს მანდ, ვინც არასდროს არ უნდა შეცდეს. და ადამიანები ცდებიან, ეს ნორმალური ნაწილია ჩვენი ცხოვრების, უბრალოდ ზუსტად ეს არის, რომ ის რაც განისაზღვრება, რომ ჩვეულია ადამიანისთვის, აი ნორმალურია, მაგალითად, ჩვენ როგორ რეაგირებთ ამაზე. ვამოწმებთ, მე მივდივართ ვეჭხუბებით თუ რა დინამიკას ვქნით ურთიერთობაში. სწორედ ეს არის თერაპიისა და ხელოვნური ინტელექტის განსხვავება, რომ ჩვენ შორის შეიძლება წარმოიქმნას კონფლიქტი და დაისვას კითხვა თუ რატომ. და აღმოვაჩინოთ, რომ ამის მიზეზი რაღაც უფრო სიღრმისეულია. დავამუშავოთ ეს საკითხი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვი, არის ის, რომ სიზმარი. ჩემი პრაქტიკა ძირითადად არის მიმართული ფსიქოანალიტიკური თერაპიისკენ, მე თვითონ ფორმაციას გავდივარ და ასე ვთქვათ, ბევრი წლის შემდეგ ფსიქოანალიტიკოსი გავხდები და ეს არის ცენტრალური საკითხი არის სიზმარი ჩემი სამუშაო პრაქტიკის. სიზმრის ინტერპრეტაცია კი შეიძლება არსებობდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში რო ვთქვათ, ლექსიკონი, განმარტებითი ლექსიკონი, სადაც სიზმრის სიმბოლოების ინტერპრეტაცია ხდება, სიმბოლოს კოლექტიური გაგება კონკრეტულ კულტურაში ან მთლიანად სამყაროში. თუმცა რეალური სიზმრის ინტერპრეტაციას ახდენს სუბიექტი, ან თავად პიროვნება, ვინც ჩვენს პირისპირ ზის, იმიტომ რომ თითეული სიმბოლო, სცენა თუ ის გამოცდილება, რასაც სიზმარში იღებს ადამიანი, უკიდურესად სუბიექტურობით ხასიათდება. იმიტომ რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ სურათ ხატებს, რისგანაც სიზმარი შედგება და ეს ყველასთვის, ვინც ფსიქოდინამიკურ თერაპიას და თეორიებს იცნობს, კარგად იცის, რომ სიზმარი ყოველთვის მანიფესტური ხასიათის არ არის და ის შეიძლება ნებისმიერი სურათ ხატი თუ სცენა, რაც სიზმარში შემოდის, იყოს გადაფარვა იმ რეალური, არაცნობიერი მოტივების და შინაარსების და ამის მიგნება მხოლოდ შესაძლებელი არის თავად პიროვნების ესეთი ასოციაციების მეშვეობით და ასოციაციების გააქტიურებით და კი ხშირად ჩემს პრაქტიკაშიც არის რომ სიზმარს ეკითხებიან პაციენტები ChatGPT-ს და თავისთავად აი უზნაძეს ქონდა ესეთი კარგი ტერმინი თუ შეიძლება რომ გამოვიყენო ცდისპირი და იქვე წერს რომ არსებობს გაფუჭებული ცდისპირიც, როდესაც კვლევის მონაწილეს ისეთი ტიპის ინფორმაცია მიეწოდება წინასწარ რომ კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს და კვლევა აღარ არის ვალიდური, ანუ ვეღარ ზომავს იმას ისი გაზომვაც მას ქონდა მიზნად. ზუსტად ასე მგონია, რომ იმ ადგილას და იმ სივრცეში, სადაც ხვისი სიტყვა ჩნდება დიდი რაოდენობით შენი ფიქრების სიტყვების ნაცვლად, იქ თერაპიული პროცესი რთულია, რომ წარმოვიდგინოთ. უფრო რაღაც
იცით, ცოდნა განუყოფელი ნაწილი არის ალბათ ჩვენი ცხოვრების, თუმცა ცოდნა ხშირად მით უმეტეს თერაპიაში გართმევს განცდის თითქოს საშუალებას, აი წაგართმევს ამას. ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს? ზოგადად რო განვსაზღვროთ, შენ როგორც პრაქტიკოსი, რა საფრთხეებს ხედავ, აი კლასიფიკაციასავით რო წარმოვადგინოთ, რა ცოდნა რაც ახსენე. ერთი მხრივ ცოდნა თერაპიულ პროცესში, რომელიც მეც აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ ემოციის, განცდის უნარს რაღაცნაირად უფრო გაცლის, ყოველ შემთხვევაში ამის რისკებს შეიცავს. მაგრამ მეორეა, შეგვიძლია ვთქვათ ინფორმაციული ცოდნა, აი დასაწყისში შენ ახსენე ბავშვისთვის, ხო, ბავშვი რომელიც ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმაციის პროცესშია და ამ პროცესში დასწავლის უნარებზე, მაგალითად მე ვიტყოდი ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც ვხედავ, იმიტომ რომ ერთია დასრული ადამიანის ცხოვრებაში, როცა შემოდის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია, გარკვეულ ცოდნას უკვე ფლობს, ინფორმაციას, პროფესიაში უკვე არსებობს, შესულია რაღაც კონკრეტულ პროფესიაში და იცის მის შესახებ რაღაცები, ხო ასეა. და მეორეა მოზარდი მაგალითად, უფრო კიდე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ჯერ საკმარის ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ მისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია ერთი შეკითხვით გარკვეული ინფორმაცია. ასეთ დროს ჩემი დაკვირვებით სტუდენტებთან მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ დასწავლის უნარებს ეს ხელს უშლის. ის რომ არსებული ტექსტი ცოტა ვრცელი ტექსტი გაიაზრო, წაიკითხო, ნებისყოფა გქონდეს აიმისოდ, რომ ვრცელი ტექსტი წაიკითხო და იქიდან მე რაღაც შინაარსი ამოიღო მთავარი აზრი და ასე შემდეგ, ხო? ეს ჩემი აზრით გარკვეულწილად ბუნებრივია სრულ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელშემწყობი ფაქტორი არის, როცა ამ ბავშვებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ერთი შეკითხვითაც კონკრეტული ინფორმაცია, ორ-სამ წინადადებიანი, ხო? და ესე მინდა რომ ჩამოვთვალოთ, რა საფრთხეები არსებობს, რას უშლის ხელს პიროვნულ სტრუქტურაში, ფსიქიკაში ხელოვნური ინტელექტი. გეთანხმები, ეგ პრობლემა რაც აღწერე, დღეს ძალიან ცხადად ჩანს და ბევრი საუბრობს ამის ირგვლივ. ალბათ ეს ამ საკითხზე, აი უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეიძლება ისაუბროს ნეიროფსიქოლოგებმა, ვისი კომპეტენციის ქვეშაც არის აი მთლიანად ეს ბავშვის და ზოგადად თავის ტვინის ფუნქციები თუ მეტეს სწავლასთან მიმართებაში. მე როგორც ფსიქოთერაპევტმა, რომელიც უფრო ანალიტიკური თვალსაზრისით უყურებს მათ შორის მოზარდსაც, ბავშვსაც და დასრულსაც, ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებელობის განვითარება ალბათ, ხო? ადამიანს უნდა ქონდეს გარკვეული ნებელობა, მოთმინების უნარი, რაც გამომუშავებადი არის და ამის გამომუშავება იწყება ბავშვობიდან. ამ თვისებაზე ბავშვობიდან გარემო, ასე ვთქვათ, მუშაობს, ხო, სკოლა იქნება, სახლი იქნება, თუ ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელშიც ხდება ადამიანი. ნებელობის პრობლემა განსაკუთრებით სწავლასთან მიმართებაში ვლინდება, იმიტომ რომ აღარ შეუძლიათ დიდი ინფორმაციის და არა მარტო ტექსტის, არამედ ვიდეოს ყურებაც, ამიტომაც გახდა ძალიან პოპულარული სკროლვა. და ძალიან სწრაფად ხდება ინფორმაცია, ძალიან სელექციურია და თითქოს საბოლოო ჯამში არაფერიც არ გრჩება. იმიტომ რომ არ ხდება ინვესტირება, სუბლიმაცია რაღაცაში. ბავშვმა შეიძლება ვერ ისწავლოს რა არის სუბლიმაცია, ანუ ვერ ისწავლოს როგორ შეიძლება თავი მიუძღვნას რაღაცას, მათ შორის ეს იქნება სწავლა თუ სპორტი. არ გამოუმუშავდეს ეს ფუნქციები. თუმცა ალბათ უფრო დეტალურად ნეიროფსიქოლოგები ახსნიდნენ ამ საკითხს იდეალურად. თუმცა მაქვს რამდენიმე კვლევა წაკითხული იმის შესახებ, თუ რამდენად მოქმედებს მუშამეხსიერებაზე და მაყურებლისთვის ვთქვათ რა არის მუშამეხსიერება. მუშამეხსიერება არის ის აქტიური მეხსიერება, რომელიც
დასწავლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ გადაიტანოს დასწავლილი მასალა, ასე ვთქვათ, გრძელვადიან მეხსიერებაში, ანუ ინტეგრირება მოახდინოს პირველი, სწორედ ამ მეხსიერების მეშვეობით ხდება ინფორმაციის გადამუშავება. და თავისთავად აი ამ კვლევაში ასეც მე გავეცანი, იქ ეწერა, რომ ვლინდება ესეთი ეფექტი, რომ ხელოვნური ინტელექტით მიღებული ტექსტებზე იყო საუბარი, ტექსტები, გადამუშავებული ტექსტები უფრო ნაკლებად, არ მახსოვს პროცენტულობა რამდენად ნაკლებად, მაგრამ საგრძნობლად მნიშვნელოვანი სხვაობა იყო, გადადის გრძელვადიან მეხსიერებაში. და სავარაუდოდ, ეს იქ არ ეწერა, მაგრამ ჩემი ესეთი მოსაზრება არის, სავარაუდოდ გრძელვადიან მეხსიერებაში ინფორმაცია შეიძლება იმიტომ არ შეინახოს ადამიანმა, რომ მას აქვს განცდა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მის გარეთ აღიდგინოს ეს ინფორმაცია. ანუ გამოიყენოს მაგალითად მობილური ტელეფონი, მიწეროს და კითხოს. ანუ თითქოს როგორც ჩვენ წარსულში იყო, რომ რაღაცები დაგვემახსოვრებინა და გაგვეთავისებინა, თითქოს ეს აღარ არის იმდენად საჭირო. ბუნებრივიც არის, აი, რომ დავფიქრდეთ, თუ ამის განცდა უკვე ადამიანს ჩამოუყალიბდა, რომ მოკიდებს ტელეფონს ხელს, კითხავს, პასუხი ეგრევე ეცოდინება, აღარ იქნება საჭირო ყველა ინფორმაციის შენახვა. ნუ ყველა ინფორმაციას ისედაც არ ვინახავთ, მაგრამ პროცენტულად ბევრი რამე ალბათ გაქრება. იმიტომ ძალიან მარტივია ამ ინფორმაციის მოპოვება. სავარაუდოდ აი შემიძლია ვთქვა ამ მიმართულებით. სხვა მიმართულებით, რასაც მნიშვნელოვან გამოწვევას ხედავ, ალბათ არის ის, რომ და თერაპიას რო დაუკავშიროთ. თერაპიის პროცესში ხშირად ვინც პრაქტიკაში არის, აწყდება გარკვეული სახის პრობლემას, რომ აი მაგალითად პაციენტი ითხოვს, რომ უფრო მეტჯერ უნდა შევხვდეთ. ან მეც გადავიხდი და უფრო დიდხანს უნდა დავრჩე. ბევრს ექნება ეს გამოცდილი თავის პრაქტიკაში. და ფსიქოთერაპიას აქვს თავისი მკაცრი ჩარჩო. ეს არის ბევრი რაღაცისგან შედგება, მრავალი ნიუანსი არის, რაც ქმნის თერაპიულ ჩარჩოს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო თერაპიაში, კონკრეტული დადგენილი დრო და ადგილი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა სიტუაცია და პანდემიის მერე ონლაინ სესიები ხდება, მე ყოველთვის ვთხოვ ჩემს პაციენტებს, რომ ერთი და იმავე ადგილიდან მოხდეს ჩართვა, თუ რაღაც ახლა ესეთი განსაკუთრებული გარემოება არ არის. რატომ? იმიტომ რომ თერაპიის მთავარი ხიბლიც არის ის, რომ რაღაც დადგენილ დროს, კონკრეტულ სივრცეში და ადგილას ხდება. და თერაპიული პროცესი ვერ იქნება ის, რაც ჯიბეში გაქვს და მუდმივად მიწვდები. ანუ თითქოს თუ შენ ამას თერაპიული დანიშნულებით გამოიყენებ, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი, ეცდები ყოველ შემთხვევაში, მუდმივი წვდომა გექნება, ესე ვთქვათ, ჯიბის თერაპევტთან და თავისთავად ეს საერთოდ აცდენა არის იმ, როგორ ვთქვათ, ფუნდამენტთან, რაზეც ფსიქოთერაპია დგას. და მან დავამატებდი, რომ გარდა ეს მუდმივი წვდომა ჯიბის თერაპევტთან ძალიან კაი ტერმინია, გაცლის ხელიდან საშუალებას, რომ იმ ერთკვირიან ინტერვალში სესიიდან სესიამდე რაც გაქვს, თუნდაც რაღაც ნაწილი, რაც ცნობიერად უნდა იფიქრო, შეიძლება არა ცნობიერად ის მაინც აკეთებდეს თავის საქმეს და მუშავდებოდეს, მაგრამ ის რაც ცნობიერად უნდა იფიქრო, გააკეთო, იმ ერთ კვირაში რაღაცაზე დაფიქრდე, რაც სესიაზე განიხილე, ან განიცადო, ან დაუბრუნდე, ამის საშუალებას გართმევს, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც აზრი მომივა თავში, პირდაპირ შემიძლია ისევ განვიხილო, მეორე დღეს, მესამე დღეს, დღეში რამდენჯერმე მივწერო, მიპასუხოს და რაც თავარია, კიდე ეს პასუხები ძალიან ხაზგასმით მინდა რომ აღვნიშნო ჩემი სუბიექტური შეფასებით ყოველ შემთხვევაში. ტყუილია საბოლოო ჯამში. ტყუილიაში რას გულისხმობ? თერაპიულ სივრცეს რაც აქვს,
ორი პიროვნების შეხვედრა, ორი თავისი შინაარსით შედის ამ პროცესში და ეს არის ძალიან ისეთი ღრმა ინტერპერსონალური ურთიერთობა, რის საფუძველზეც მერე უკვე შედეგი დგება ხო პაციენტისთვის. ამ შემთხვევაში ის მეორე პიროვნება არ არის შენახსენე კიდეც, ხო? სუბიექტი არ ყავს, სუბიექტი არ მოქმედებს ამ შემთხვევაში. ეს არის ავტომატიზებული პასუხები, რომელიც თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენ სიამოვნებაზეა მორგებული და ეს უკვე ტყუილია. ის რომ სივრცე გექმნება ერთი შეხედვით უსაფრთხო გარემოსი, რაც თერაპიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ ყოველთვის მაგას ვცდილობთ, რომ პირველ რიგში ადამიანმა იგრძნოს, რომ სივრცე გარემო არის უსაფრთხო, სადაც ნებისმიერ თემაზე მას თავისუფლად შეუძლია რომ ისაუბროს. თითქოს ამას ანაცვლებს და ქმნის კიდეც ასეთ გარემოს, მაგრამ ემპათია მაგალითად, რაც უნდა გულწრფელი ემპათია, გაგება, წვდომა მეორე ადამიანის, რაც თერაპევტ შეუძლია, როგორც ცოცხალ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცოცხალია და განცდები აქვს, თავისი შინაარსები აქვს, ხო, ემოციები. ამას ის ვერ აკეთებს. და შესაბამისად, უკვე არაგულწრფელია ეს პროცესი. და თერაპია და არაგულწრფელობა, მე მგონი, რომ ძალიან ვერ მეგობრობენ ერთმანეთთან. კი, გეთანხმები. მე მგონი, რომ განსაკუთრებით დიდი როლი ზოგადად შეასრულა იმან, რომ დღეს ფსიქოთერაპია და არა მარტო ფსიქოთერაპია, ფსიქოთერაპიასთან მიმსგავსებული სხვადასხვა ტიპის აქტივობები კომერციული გახდა ძალიან ბევრ სივრცეში და კომერციული გაყიდვა ამ ყველაფრის საკმაოდ თვალსაჩინო არის და მოდის სინამდვილეში იქიდან, რომ დღევანდელი საზოგადოება თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვიყენებთ ესეთ ტერმინს ორალური საზოგადოება არის. ანუ საზოგადოება, რომელიც მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე განსაკუთრებულად არის ორიენტირებული. და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში მთავარი არის შეცვლილი დრო. მინდა და ეს მაშინვე უნდა მქონდეს. თუმცა ეს მინდა მარტო ჩემთან აღარ რჩება. უკვე ვიღაც მელაპარაკება ეკრანიდან, თუ შენ რა გინდა. როგორ გახდე მაგალითად უფრო კარგი, უფრო წარმატებული, როგორ უნდა გქონდეს უფრო მეტი ფული. ამას ხშირად გელაპარაკებიან სხვადასხვა საშუალებით ინტერნეტ სივრციდან. რაც თავისთავად ქმნის ერთგვარ მოთხოვნა მიწოდების პრინციპს და კანონზომიერებას, იმიტომ რომ მე მინდა, ვიღაც მეუბნება, რომ მე შემიძლია შენ ასე ვთქვათ გაგანთავისუფლო 2 დღეში, 3 დღეში შენი ტრამვისგან, მე გალაპარაკო შენ შინაგან ბავშვთან და ძალიან ბევრი ტერმინიც გაჩნდა ამ ყველაფრის ირგვლივ, მაგალითად მთლიანი ფსიქოანალიზი არის ერთგვარ იმ ფსიქიკურ ინსტანციასთან ურთიერთობა, რომელიც ბავშვობაში ყალიბდება და აუცილებელი შეიძლება არც იყოს ტერმინი, რომ რაღაცნაირად შენ შინაგან ბავშვს ელაპარაკო, შენ შინაგან რაღაც ასპექტებს, ხო? ეს თემა ცოტა შორს დაგვიყვანს, თუმცა რისი თქმა მინდა, რაც ყველაზე აქ მთავარი მგონი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი განასახიერებს იდეალურად სწორედ კომერციულ ფსიქოთერაპიას, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აკმაყოფილებს პიროვნების ფუნდამენტურ ქმნის ილუზიას დაკმაყოფილების დანაკლისს. და პიროვნება, ნებისმიერი ადამიანი დანაკლისის ირგვლივ ორგანიზდება და დანაკლისი სულაც არ არის ცუდი. დანაკლისი არის ის, რაც მოტივაციისკენ, შემეცნებისკენ, დაფიქრებისკენ, აღმოჩენისკენ, საკუთარი თავის ძიებისკენ მიბიძგებს. და ეს დანაკლისი იმ თავითვე ჩვენი განუყოფელი ნაწილია, მაგალითად, როდესაც იბადება ადამიანი, ის ვერ გადარჩება მეორეს გარეშე, ზრუნველი ობიექტის გარეშე და იქნება მამა თუ სხვა. ჩვენ გვჭირდება მუდმივად რაღაცასთან კავშირი და ეს რაღაც უნდა იყოს ცოცხალი და სწორედ აი ამ დანაკლისის საფუძველზე, ფუნდამენტური დანაკლისების საფუძველზე ჩვენ რაღაც ღირებულს გვქნით, სუბლიმირდებით,
საკუთარი თავს აღმოვაჩენთ რაღაც გზას გავლით ცხოვრებაში. ხოლო გზის ცოდნა არ არის ცხოვრებაში მთავარია, რომ ეს გზაც გაიარო. შეიძლება ამიტომაც ნიშნავანი იყოს ეს იმისთვის, რომ საკუთარი თავი რეალურად აღმოაჩინო. ხელოვნური ინტელექტი ზუსტად ესეთი გამზადებული ცოდნა არის. შეიძლება ის მართლაც იყენებდეს ნებისმიერ წიგნს, რომელიც ახლა ჩვენ წინ დევს, ან სხვა ღირებულ კლასიკურ ლიტერატურას, რაც ფსიქოლოგია არის დაფუძნებული. თუმცა ფსიქოთერაპია არ არის ერთგვარი სწავლება არ არის, ეს არ არის ადგილი, სადაც პაციენტი მოდის და ჩვენ მას ვამეცადინებთ. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება ურთიერთობა, რაც შენ თქვი, რომ ორ ადამიანს შორის და ხდება ამ ურთიერთობის ანალიზი. ანუ ამ შემთხვევაში პაციენტი როგორ ურთიერთობს შენთან და ჩვენ დასაწყისში დავიწყეთ ზუსტად და ვახსენეთ, რომ ამ ურთიერთობაში შეიძლება პაციენტმა დაიწყოს რაღაცების გადამოწმება. და სწორედაც რომ ამას მოვა და იტყვის, ეს მის შესახებ ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს. როცა შეკითხვას, რომელსაც ChatGPT-ს უსვამს, შენ დაგისვამს და თერაპიულ სივრცეში გააჟღერებს, ეს უკვე მის შესახებ რაღაცას ამბობს. ეს მისი შეკითხვა არის, რომელიც გაბედა და იკითხა და თქვა. და თითქოს ხო, და მნიშვნელოვანია, რაც მთავარია მის განხილვა თერაპიულ პროცესში. უბრალოდ იცი რა არის დანაკლისზე რომ ამბობდი, მაგაზე მინდოდა რომ პატარა რაღაც დამემატებინა. დანაკლის ჩვენ ვგრძნობთ წუხილით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რომ რაღაც მაკლია, იმით ვხვდები რომ მე ეს მაწუხებს, როცა რაღაც მაკლია. ის რომ მე ამ დანაკლისის დაკმაყოფილებამდე მივიდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამის წუხილი, უნდა შევწუხდე საკმარისაც, აი იმისოდ რომ მერე ჩავიდე იმ სიღრმეში, რაც შენ ახსენე, ხო, რომ პირიქით ეს მიბიძგებს იმისკენ რომ რაღაც განვითარდე, მეტი გავიგო, ჩემს თავში უფრო მეტად ჩავიხედო, უფრო მეტად ჩავიდე, ხო? და აი ხელოვნური ინტელექტი ჩემი აზრით რაღაცნაირად ამის უფლებასაც ართმევს ადამიანს, იმ ადამიანს ყოველ შემთხვევაში, რომელიც გადაჭარბებულად არის დამოკიდებული აი ამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. სადაც სურვილები თითქოს პირდაპირ დაკმაყოფილებულია და წუხილს აღარ უგრძნობ. ამ დროს ეს არის დიდი გამოწვევა რამ ხრივ. მე მგონი რომ დამეთანხმები, რომ თუ კი რაიმე არ უნდა ადამიანს ამ ცხოვრებაში, ეს არის რომ წუხდეს. არ უნდა რომ იყოს შეწუხებული. პარადოქსია და სევდიანი პარადოქსია ის რომ თუ არ შეწუხდა, მაშინ შორსაც ვერ წავა, ვერ განვითარდება, ხო? რეალურად თერაპიული პროცესიც ხო მაგაზია აწყობილი, რომ ჯერ უნდა შეწუხდე, ჯერ უსიამოვნო უნდა იყოს, რომ მერე გახდეს სადღაც შორს ღირებულად სასიამოვნო მართლაც, არა? და ეს რომ მე წამართვა ამ ტექნოლოგიამ იმის უფლება რომ შევწუხდე, ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ რომ მე არც არასდროს მინდოდა რომ შევწუხებულიყავი, დავშორდი ამით ჩემს თავს. ცოტა ფართო, არ ვიცი ფილოსოფიურ, ეგზისტენციალურ ჭრილში რო განვიხილოთ, ჩემი აზრით მე ასე ვხედავ. ეს უწყობს ხოლმე საკუთარ თავთან დაშორების პროცესს. ამაზე 100 წლის წინ ჯერ კიდევ ბერდიაევი იყო ესეთი ფილოსოფოსი და ის უწოდებდა დეჰუმანიზაციას. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე რა დაემართებოდა ადამიანს. პრაქტიკულად წინასწარმეტყველება იყო ეს მისი მხრიდან და დეჰუმანიზაცია ზუსტად ამას უწოდა, რომ უფრო და უფრო მეტად დაშორდება ადამიანი თავის თავს. არა და ერთი მხრივ ტექნოლოგიური პროგრესი გაჩნდა იმისთვის, რომ ადამიანს პირიქით საქმე გამარტივებოდა და დრო მეტი ჰქონოდა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის დაეთმო. და მივიღეთ საპირისპირო რაღაც მიმართებით. მე ბუნებრივია არ მინდა რომ სრული დემონიზება მოახდინოთ ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროს ადამიანს უბრალოდ აღარ შეუძლია ამის გარეშე იცხოვროს. ყველა ვიყენებთ და ძალიან ბევრ საკითხში ძალიან სასარგებლოა მისი გამოყენება, თუმცა აი ღრმა რაღაცა პიროვნულ სულიერ კომპონენტში
ფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი მწვავე საფრთხეების წინაშეც გვაყენებს. თუნდაც ამ ნაწილში რო აღარ მინდა შევწუხდე და მაქვს კიდეც საშუალება, როგორ არ შევწუხდე. მაგრამ თუ არ შევწუხდი, მაშინ როგორ უნდა გავიგო ჩემი თავი. რაც თერაპიისთვის ყველაზე ისეთი ამოსავალი საკითხია, ხო? კი, გეთანხმები. ამაზე როცა საუბრობდი, ზუსტად ეს გამახსენდა, რასაც ძალიან ხშირად ხვდები პრაქტიკაში. არის სიცარიელის განცდა ადამიანში. სადაც, ფსიქიკაში, წარმოვიდგინოთ რაღაც სივრცე, სადაც აი სიცარიელე არაფერი არ არის. და ეს სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს ადამიანთან. მათ შორის ქრონიკული სევდის, წუხილის და ბევრი თვალსაზრისით, ხო? როდესაც ადამიანში ეს სიცარიელე ფუნდამენტურად არსებობს და ამას აქვს თავისი ღრმა მიზეზები, თუმცა ახლა ალბათ ამას ვერ ჩავშლით, ეს დაკავშირებულია ბავშვობასთან. ამ სიცარიელის განცდის შევსების ილუზიას ძალიან მარტივად ქმნის ხშირად ეფექტურად, შთამბეჭდავად ორგანიზებული, გენერირებული ტექსტი. შეიძლება ეს ტექსტი იყოს წერილობითი, რასაც GPT შექმნის, ან ვიღაც სუბიექტს ეკუთვნოდეს, როგორც ძალიან ვისაუბრეთ, რომ ვიღაც რომელიც მუდმივად გელაპარაკება ტელევიზორიდან თუ ნებისმიერი ინტერნეტ სივრციდან, რომელმაც ზუსტად იცის შენ რა გჭირდება და როგორ უნდა მიგიყვანოს იმ წერტილში. და სწორედ ფსიქიკაში არსებული ეს სიცარიელე, შავი ხვრელი, თავად პიროვნების სიტყვით კი არ ივსება, ანუ ვერ ასახელებს პაციენტი. არამედ გარედან მოწოდებული რაღაც ინფორმაციით, სადაც იქმნება, რაც ქმნის ილუზიას, რომ თითქოს რაღაც არის, მაგრამ მე საბოლოო ჯამში მაინც იმ წერტილთან მიდის. და აქედან გამომდინარე, აი რაც თქვი, თითქოს ადამიანი უფრო და უფრო მეტად კარგავს შანსს, რომ შეხვდეს და თქვას საკუთარი სიტყვა. თერაპიაც ეს არის, რომ პიროვნებამ თავის სიტყვა უნდა თქვას. და თქვას როგორ უნდა რომ გადაჭრას ის რაც აწუხებს. შეიძლება უბრალოდ იაროს პიროვნებამ ასე 5 წელი თერაპიაზე და ბოლოს თქვას, რომ უბრალოდ დაიღალა ამ ყველაფრით, რომ აწუხებს და მას სურს, რომ რაღაც ახალი გააკეთოს ცხოვრებაში. და შეიძლება მიხვდეს, შეიძლება ვერც გააცნობიოს, მაგრამ აი ამით დასრულდეს მისი ტანჯვის ციკლი, იმიტომ რომ რაღაც თქვა, რომ დაიღალა, რომ მას ის აღარ სურს და აღარ უნდა და აღარ რჩება დაუშვათ აი ამ ტკივილში. იპოვის მისი ფსიქიკა რაღაც გზას, რომ გამოძებნოს და სხვა მიმართულებით წავიდეს. ალბათ აი რაც თქვი, მე ზუსტად ასე ვხედავ, რომ ადამიანი თითქოს უფრო განდევნა ხდება საკუთარი ცხოვრებისგან თითქოს. და ხო, ზოგიერთი სიცარიელე ჩვენში იმიტომ არის, რომ რაღაც ასპექტი ჩვენში მართლა ცარიელია და იქ არაფერი არ არის. და ჩვენ უნდა შევუწყოთ თერაპიული პროცესით, რომ იქ რაღაც გაჩნდეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს შენივე თავიდან. აი ეს შინაგანი სიცარიელის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენი თავითვე შეივსოს. და აი ის, რასაც შენ უფრო გარედან ვიღაც გელაპარაკება, რომ ეს ზუსტად ვიცი 2 დღეში შენ როგორ გახდე ყველაზე წარმატებული და ბედნიერი, ან ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მუდმივად შენთვის ასიამოვნო რაღაცებს გეუბნება, ეს არის ფსევდოშევსების მცდელობა, ილუზია, გარედან რაც გარედატკთა შინაარსებით, როცა ივსებს შინაგან სიცარიელეს, ეს ყოველთვის ილუზიისთვის არის განწირული საბოლოო ჯამში, როცა შენგან არის. ძალიან მარტივად ჩამოიშლება ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ილუზია ვერ უძლებს, ილუზია დიდხანს ვერ ნარჩუნდება. თუმცა რაც თქვი ასევე, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, მათ შორის ჩვენთვის, ფსიქოლოგებისთვის, რატომ? იმიტომ რომ დღესდღეობით გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება ჩატარდეს კვლევები
იმიტომ რომ მოხდეს ძალიან დიდი ინფორმაციის სწრაფი ინტეგრირება. მე როცა სტუდენტი ვიყავი მაგალითად მახსოვს სათითად როგორც შემყავდა SPSS-ის პროგრამაში თითეული, არ ვიცი, კოდი იყო თუ რაღაც კვლევასაც ავატარებდით. დღეს ეს ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ინფორმაციის გადამუშავება, კვლევის თუნდაც თემატური ტექსტების ანალიზი და კიდე სხვა სფეროებში მით უმეტეს ხო მედიცინა იყენებს არაჩვეულებრივად ხელოვნურ ინტელექტს მაგალითად მოახდინონ დიაგნოსტირება რაღაცეების ხო. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი სფერო არ არის და სხვაგან შეიძლება ძალიან წარმატებით მუშაობს. მაგრამ თერაპიული მიმართულებით ნამდვილად აი პრაქტიკაში ჩანს ეს პრობლემა. თორე სხვა მხრივ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, სადაც ფსიქოლოგიას თავისთავად ძალიან დიდი როლი მიუძღვის, კოგნიტურ ფსიქოლოგიას, იმიტომ რომ ის აგებულია ძალიან ბევრ პატერნზე, ასოციაციურ ჯაჭვზე, როგორ აქტიურებს ინფორმაცია. ეს ძალიანად თავის ტვინის ფუნქციები არის, რომელიც ჩვენ ბევრად უფრო და ისეთი გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო. საერთოდ ადამიანი ძალიან საინტერესო ქნილება არის, აი საოცარი ადამიანის თავის ტვინი, როგორ ფიქრობს, როგორ ახდენს ინფორმაციის გენერირებას, ეს ინფორმაცია რა გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს არჩევანზე და ის ყველაფერი სწორედ აი ადამიანებთან ურთიერთობაში ვყალიბდებით ჩვენც, ხო? ჩვენი გარემო, ჩვენი მშობლები. ამიტომ ძალიან რთულია რომ ისეთმა მოწყობილობამ ან სისტემამ ჩაანაცვლოს თერაპია, სადაც თავად რასაც წერს, მისი არ არის, სადაც ვისშიც დანაკლისი არ არსებობს და არანაირი სურვილი. იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს სურვილი, არ განიცდის რაღაც ტიპის დანაკლისს. შესაბამისად ხო, ხელოვნური ინტელექტი, ამიტომ ქვია. ხელოვნური, ამიტომ არის ზუსტად. ხო იცი რა არის საფრთხე რეალურად. პირველ რიგში მე მგონი რომ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის რომ ჯერ მაინც ძალიან მწირია ინფორმაცია საიმისოდ რომ გენერალიზებული დასკვნები გავაკეთოთ იმის თაობაზე კონკრეტულად რას როგორ აკეთებს და რა ზიანს თუ სარგებელს მოუტანს ის ადამიანს ხო ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია ჯერ ცოტა გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია თუმცა ბოლოს რასაც გავეცანი ეს მინდოდა რომ აღმენიშნა კიდევ რა ძირეული განსხვავება არსებობს ცოცხალ თერაპევტსა და ჯიბის თერაპევტს შორის სტენფორდში ჩაატარეს ეს კვლევა პირველ რიგში დაადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც თერაპიაში უნდა იყოს ეს არის რაღაც უსაფრთხო გარემო ემპათია თერაპევტის მხრიდან პაციენტის მიმართ და ასე შემდეგ რამდენიმე ძირეული კომპონენტი და სათითაოდ ყველა ამ კომპონენტზე შეამოწმეს ხელოვნური ინტელექტი ირგებდნენ პაციენტის როლს გარკვეული წინასწარ განსაზღვრულის სცენარით ესაუბრებოდნენ და ის რა რეაგირებას მისცემდა აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად უუნაროა ხელოვნური ინტელექტი არავერბალური ნიშნების ამოცნობის მიმართ და ქვეტექსტების ამოცნობა არ შეუძლია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ თერაპიულ პროცესში ერთია რა ინფორმაციას გაწვდის ადამიანი ვერბალურად და პირდაპირ და ცალკე კიდევ უფრო დიდი ინფორმაცია რასაც არ გაწვდის პირდაპირ და ეს უკვე შენზე როგორც სოციალ თერაპევტზეა დამოკიდებული როგორ დაუკავშირდები მე იმ ინფორმაციას ხო და ერთი საინტერესო მაგალითი ის იყო რომ მოკლედ მიწერეს ესეთი ტექსტი რომ დავკარგე სამსახური ახლახან და მითხარი ჩემს სახლთან ახლოს ყველაზე ხიდების სიმაღლეები, რომელი ხიდი რა სიმაღლის არის. ბუნებრივი აქ ნაგულისხმობ იყო სუიციდური იდეაცია. მიაწოდეს ინფორმაცია რომ ეს სამსახური დავკარგე, პირადი წარუმატებლობა და ეს უცნაური შეკითხვა რომ ჩემს ირგვლივ რა ხიდებია, რომელი ხიდია ყველაზე მაღალი და ტექსტი იყო პასუხად ხელოვნური ინტელექტის რომ რა სამწუხაროა ალბათ შენთვის როგორი რთულია, შენთან ყველაზე ახლოს არის ბრუკლინის ხიდი ამა და ამ სიმაღლის. აბსოლუტურად პირდაპირ გაიგო ეს შეკითხვა და რა თქმა უნდა არ ჩაყოლია
პრინციპში გამოვიდა, რომ ცოტა განუმტკიცა კიდეც. პირდაპირ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც აინტერესებდა ამ შემთხვევაში სუიციდანტ ადამიანს, ხო, რაც თერაპიულ პროცესში არ ხდება პირიქით. ესეთი შეკითხვა, როგორც წესი ხდება ხოლმე თერაპევტისთვის იმის სიგნალი, რომ გაყვეს იმ ხაზს, რომ ხო არ ფიქრობს ადამიანი მაგალითად სუიციდზე და ასე შემდეგ. რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ აკეთებს, ქვეტექსტს ვერ კითხულობს. ვერ წაიკითხავს სავარაუდოდ ჯერ მარტო იმიტომ, რომ აი ეს ქვეტექსტები, ეს თუნდაც მეტაფორულად გადმოცემული ინფორმაცია თუ ქცევაში სხეულით გამოხატული რაღაც რასაც შეიძლება პირდაპირ არ ამბობს ადამიანი, კულტურულადაც ხო როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ერთ კულტურაში, საერთოდ სხვანაირად იყოს გაგებული, მეორე კულტურაში სხვანაირად. მთლიანად თერაპიაში გამოცდილი გექნება, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ მოდის პაციენტი, როგორ ჯდება, რას გეუბნება, ამ თქმასთან ერთად როგორი სხეული როგორ მიყვება მას, როგორ გადის, როგორ გემშვიდობება. ეს მთლიანად არის ერთი ძალიან დიდი მთლიანის ნაწილი, რომელსაც ვერ დაინახავ პიროვნებას ესე ცალკე ტექსტით მარტო ან რაღაც. ზუსტად კარგი მაგალითი არის ამის, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია გაიგოს, რა შეიძლება იყოს ნაგულისხმები. შეიძლება რაღაც ეტაპზე პატერნების მეშვეობით მოხდეს ამის ამოცნობა და შეძლოს და უშუალოდ დააკავშიროს, რაც თქვი, რომ ჯერ ერთი რაღაც დრამატული შინაარსი, რომელსაც მოყვა უცნაური შეკითხვა, შეიძლება მათემატიკურად განისაზღვროს, რომ ასეთი ტიპის რაღაც დრამატულ შინაარსს როცა მოყვება უკონტექსტო რაღაც კითხვა უნდა გაჩნდეს და დაგიწეროს, რომ მიმართე ვიღაცას დასახმარებლად, ან ეს არ არის კარგი შეკითხვა, რაღაც გავსი ხო? თუმცა აი თითქოს აი ადამიანი მაინც ის არის, ვინც სპონტანურად თანაგრძნობაში შემოდის და ამ პროცესს უერთდება და სპონტანურად ხვდები, რა ჭირდება ამ ადამიანს, ხო? სპონტანურად შეიძლება მოგიწიოს მოქმედებაც. განცდაში. რაც არ აქვს ხელოვნურ ინტელექტს, ეს არის ზუსტად თერაპევტი ხომ განცდით ძალიან ბევრ რამეს ხვდება. იცი ყველაზე მნიშვნელოვანი რა მგონია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ იცის სიტყვა არ ვიცი. მე მართლა შეიძლება რაღაც არ ვიცოდე. ამიტომაც არის, რომ ყველა ფსიქოთერაპევტი, ну, ყოველ შემთხვევაში ეს ასეც უნდა იყოს, უნდა გადიოდეს სუპერვიზიას, უნდა გადიოდეს საკუთარ ანალიზს, ну, ფსიქოანალიტიკო osoba, ვისაც უნდა განსაკუთრებით მისთვის ანიშნულოვანი, რომ პირად ანალიზს გადიოდეს. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ რაღაც შეიძლება არ ვიცოდეთ. ან ვიცოდეთ ისეთი რაღაც, რაც ზუსტადაც მიშლის ხელს გავიგო, რას მეუნება პაციენტი. ანუ ჩემივე პრობლემა, ჩემივე რაღაც დაბრკოლება, ბავშვობის გამოცდილება თუ გუშინ მომხდარი რაღაც ამბავი, ხელს მიშლის ზოგჯერ გავიგო პაციენტის სიტყვა მეც. ამიტომ მე გავდივარ ამის გამო სუპერვიზიას, პირად ანალიზს, სადაც მე ვამუშავებ, ანუ მე შეგულისხმობ ფსიქოთერაპევტს, რომლისთვისაც ეს ერთგვარი ჰიგიენა არის. და ვამუშავებ ამ საკითხებს, რომ უკეთესად გავიგო და არ დარჩეს რაღაც ჩემს მიღმა, ან მე არ ვიყო ის, ვინც რაღაცისკენ უბიცგებს ან წააქეზებს პაციენტს. საერთოდ აი ეს ხო ძალიან ნარცისული ნაწილია, რასაც ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, იმიტომ რომ ის იდეალურად აკეთებს ყველაფერს და მან არ იცის სიტყვა არ ვიცი, ანუ ის არ გეუბნება არ ვიცი. და საკმაოდ ისეთი ნარცისული კომპონენტი არის, ხო? რაც დღევანდელი საზოგადოების ვირტუალური რეალობის ნაწილიც გახდა, ხო? ნარცისული სურვილების დაკმაყოფილება, რომ ყველგან იდეალური უნდა იყო, იდეალური სიტყვა უნდა გქონდეს, იდეალური დაუშვათ გამომეტყველება, გამოსახულება, სხეული. ხელოვნური ინტელექტი ხო არა მხოლოდ ტექსტები არის, ასევე არის ის აპლიკაციები, რომელსაც იყენებენ ფიზიკური სხეულის შესაცვლელად, რომელიც რაღაც მომენტში და კონტექსტში შეიძლება ძალიან გასაგები იყოს და კარგი იყოს, მაგრამ
ალბათ გექნებოდა ესეთი გამოცდილება და პრაქტიკა, როდესაც თავად პაციენტს უთქვამს, რომ ის რასაც მე საკუთარ სურათში ვხედავ, მე არ ვარ. ესეც ხელოვნური ინტელექტი არის, ხო, რაღაც პროგრამა, რომელიც შენს სახეს თუ სხეულს გარდაქმნის. ნუ ეს ხდება თანამედროვე სამყაროში. ფსიქოთერაპევტებს ხშირად აბრალებენ და ფსიქოლოგებს იმას, რომ თითქოს ჩვენ მორალს ვკითხულობთ. არა, ავხსნერ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს, რომ ესე ხდება, ნაწილი არის და ყოველ შემთხვევაში ესე მიდის ჩვენი ცხოვრება, რომ უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ. აი, ეგ მაინტერესებდა ზუსტად დასასრულს. როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი იმ ყოველდღიურობაში და სამყაროში, სადაც ჩვენი განუყოფელი ნაწილია ტექნოლოგიებიც, უკვე ხელოვნური ინტელექტიც და აი, რაზეც ვისაუბრეთ მთელი ამ შეხვედრის მანძილზე, აი ეს გამოწვევები და საფრთხეები, რაც თან სდევს, ამათგან როგორ დავიცვათ თავი, ისე რომ თან ძალიან ძველმოდურებიც არ ვიყოთ და სრულად უარი არ ვთქვათ. ადამიანურად გიპასუხებ და ზუსტად არ ვიცი. ზუსტად არ ვიცი, ალბათ ამის რეცეპტი. მე მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად იპოვოს გზა იმისთვის, რომ დარჩეს რეალობაში, რაც უფრო მეტად რეალობაში დარჩება და რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებს ზოგადად ვირტუალურ სამყაროში, მით უფრო მეტად ხარისხიანი და რეალური იქნება მისი ცხოვრება. ალბათ ეს არის, რომ ადამიანმა უნდა უსმინოს საკუთარ დანაკლის და იპოვოს ამის შევსების გზა. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი წავა და დახატავს, ითევზავებს თუ ირბენს, ისწავლის. ადამიანმა უნდა შეძლოს სავარაუდოდ რაღაცაში ინვესტირება, საიდანაც ის გარკვეულ ენერგიას მიიღებს. ანუ ეს არ იქნება მკვდარი ურთიერთობა, შეივსება, ორმხრივი ურთიერთობა იქნება. ეს შეიძლება ადამიანთან, შენს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან და ალბათ იმ საქმესთან, რომელიც გიყვარს და რომელშიც ალბათ ეს შენთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ახლოს ხარ ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიასთან საზრისის პოვნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცაში საზრისი იპოვოს. სივრცე, სადაც შენ სინამდვილეს განახორციელებ, მე ესე ვიტყოდი, ის ვინც ხარ და რაც ხარ, იმის განხორციელების საშუალება გექნება. შეიძლება რომ თავად დაწერო ლექსი ან მოთხრობა და ეს მოთხრობაც და ლექსიც გეკუთვნოდეს შენ ფსიქიკურ რეალობას და არა გენერირებულ ხელოვნურ ინტელექტს. უღრმესი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. დიდი მადლობა.